ღარიბი არის გეგენა, როგორც სამთარში მინდორი, რომ ცოლ-შვილს პური აჭამოს, შეძლება არ აქვს იმდონი, ჩაცმაზე ვინღარას ითქვის, ტანზე აცვიათ კონკები, ცოლსა და შვილებს ერთგვარად, სანაგვეს მონაპოვები, ხარი არ ჰყავს, არც ფური, თითქმის არც ერთი ქათამი, სახლში არ უჩანს არც ქვაბი. არც საფხეკელი ასტამი და ქოხს გადახრილს გვერდზე და ხელს ახლებ გააქვთ თამთამი, დღიურის ნამუშევარით, იგი სულს უდგამს ცოლ-შვილსა, წამს მოსვენება არა აქვს, გეგენას, წელში მოხრილსა, ცოდვას არ იზამს არაფერს, ღმერთი აშინებს ძალიან, ლოცულობს გულმხურვალე და დროს რომ იხელთებს. სცალიან, ღარიბებისა ღვთის მიმართ, მას ესმის აურზაური, თვით არ ემდურის, თუნდაც ლამდე ვერ სადიშოვოს შაური. ხვალშობა არის, სოფელში მზადება, ფაცა ფუცია, ყველა იმას ჰკლავს, რის დაკლაც, სოფლის კაცს გულში უჯია, სამუდამო და ღორს თუ ცხვარს, ბევრს თვალი დაუხუჩია, დიასახლისებს უპყრიათ, ხელში ბად ქათმის კუჭია, გეგენა ოჯახობით ურთ მიყუჩებულა, მუნჯია, რა დაკლან, რა გამოაცხონ, როს ბედი მათთვის წუნწია. ცეცხლი უნთიათ კერაზე, ზედ უდევს დიდი კუნძია, მჭადი თუ ექნათ ხვალისთვის და ზედაც წყალი სასმელად, ღმერთს შესწირავენ მადლობას, არაფერი აქვთ სათქმელად, დაღამდა, თოვნაც დაიწყო, ქარისა ისმის ზუილი, ასკდება ჩამოვარდნილი, ქარიდან მგლების ყმოილი, ქოხი კედლებს და კერასა. როგორც საქონლის სმუილი, იქ საქონელსა რა უნდა ოცნება არის ტყუილი, ცეცხლის ალიცა ბარბაცებს, თვრალივით აქეთ იქითა, თითქოს უსვია კახური, ჭიხვით და არა ჭიქითა. გარედან ისმის ძახილი, არაკუნებენ კარებსა, მომხედეთ, კაცი ვინა ხართ, უმწეოს, შესაბრალებსა, გეგენამ კარი გააღო, გაიცქირება გარეთა, წინ უდგას ვიღაც გლახაკი, დაღონებული მწარე და, ყელს უწევს ემუდარება, მგზავრი ვარ შორის გზიდანა, მისტუმრე, აგრე მწუფალი, წყალობას მოგცემს ციდანა. სასმელ საჭმელი არ მინდა, ოღონდაც მქონდეს საფარი, ოღონდაც გავთბე ცეცხლზე და მგზავრობა გადმონაყარი, მობრძანდი, შენი ჭირიმე, ვახმე, მომიკვდა თავია, სტუმრის მიღება სახლშია, ეგრეც თუ ძნელი არია, მობრძანდი, ძმაო მობრძანდი. ებღა უჩება გეგენა, წინ მიუძღვება ცეცხლისკენ. თან მგზავრი მიჰყავს ნელ-ნელა, ღარიბ ღატაკი კაცი ვარ, გული კი ღმერთმა იცოდეს, ვინ არის გულის პასუხსა, კაცისას გამოიცნობდეს, ცხენიან რა ვქნა, რა გიყო, რით გიმასპინძლო ანკია, ძირს რა დაგიგო და გხურო. სთქვა თავი გადაარცია, რადას წუხდები, მეც თავად ვხედავ, კაცი ვარ გლახაო. მარტო ცეცხლზე რომ გამათბო, სიკეთედ დაგინახავ, დიდ სიკეთე და. ნუ ამბობ, რა სათქმელია ეგაო, ბოდიშის მოხდა მეტია, შენს სარჩოს თვალით ვხედაო. უთხრა პასუხად სტუმარმა, კვნესით ჩამოჯდა კერაზე, ცეცხლი ამ სიცივეშია, საამურია ყველაზე, გარეთ სიცივე მომკლავდა, ეს ჩემთვის დიდი მადლია. ბედნიერი ვარ ფრია და, მე არაფერი მაკლია. გეგენა იხდის ფარაჯას, ბეჭებზე ახორს სტუმარსას, ჭუჭკავს და თავზე ევლება, თავდაკიდებულს, დუმარსა, თუმც მეტის ლოლიობისთვის, გლახაკი ეთქვის მდურვასა, ყველა, დიდი და პატარა, ოჯახის უფროს ხბაძავენ და არიციან, ვით დახვდნენ. სტუმარს ღმერთად ასახავენ, ერთი ფეხებს ხდის, მეორე, უფრო თბილს ადგილს უმარჯვებს და, თუ რამ მოეპოვება, მხრებზე გასათბობს უმატებს. ღმერთმა გიშველოს, ჩემს ნაცვლად, იქნებ მან მოგცეს წყალობა, ვევედრი, თქვენს საწყლობასა, მან გაუწიოს წამლობა. თავად თუმც შიანთ. მაგრამა. ჭადი სულ სტუმარს მოართვეს და უხარიან ყველასა, მშიერი კაცი გააძღეს, შემდეგ მის მოსასვენებლად, თბილი ლოგინი გააწყვეს, თავად კი მშივრები დაწვნენ, რა გადიწერეს პირჯვარი, ეძინათ ვიდრე განთიაც, თან მოჰყვებოდა ცისკარი. პირველად გეგენა ადგა და გადაქექა ნაცარი, ცეცხლისა შესანახა და, ნაკვერჩხლებზე და ნაყარი, დაანთო ცეცხლი. განათდა ქოხი და ქოხში რაც არის, გაოცდა მეტის მეტა და, სურათი ნახა საზარი, იმის ქოხისა კედლები, თეთრია როგორც საყდარი, სავსეა სანოვაგითა, რასაც ინატრებ, აქ არის, მაგრამ ლოგინში სტუმარი, უყურებს აღარსად არის.